მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი საყვარელი მთხრობელი უბრალო ადამიანი დაგიბრუნდა ჩიშის არქივის მორიგი ეპიზოდით და უძალიან კარგესი ისტორიით. ვინც ამ ეპიზოდს დიდი ხანი ელოდით, მინდა რომ ბოდიში მოგიხადოთ. უბრალოდ ორი ცუდი რამე მოხდა, ერთი ცუდი რამე მოხდა, როდესაც დავჯიქი რომ ეს ვიდეო უნდა ჩამეწერა და ეს თქვა დასადებად გამემზადებინა, აღმოაჩინე რომ ჩემს მიერ გადათარგმნილი ისტორიის ფაილი ინგლისურად როგორც ეძახიან got corrupted, ანუ გაფუჭდა, აღარ ირთვებოდა და მომიწია ამ ისტორიის თავიდან ნულიდან გადათარგმნა, რამაც წაიღო იმაზე მეტი დრო ვიდრე პირველ ჯერზე, რადგან ორჯერ უფრო მეტად მეზარებოდა ერთ და იგივე რაღაცის გადათარგმნა. ნუ მოკლედ, ეს იყო ერთი მიზეზი და მეორე მიზეზი იყო ის, რომ აღდგომების პერიოდი დაემთხვა ესე ვთქვათ ამ ეპიზოდის ჩაწერის პერიოდს. სულ ეს არის. რაც შეეხება ისტორიას, ძალიან კარგი ისტორია, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი იკაიფებთ, ძალიან გაგისწორდებათ. ნუ მე როგორც ყოველთვის ცუდ ისტორიებს არ ვარჩევ ხოლმე წასაკითხად, რაც მე მომწონს და ვთვლი რომ კარგი არის, იმას ვთარგმნი. შესაძლებელია რომ ჩემი და თქვენი გემოვნება არ ემთხვეოდეს, რაღაც განსხვავება იყოს, მაგრამ ამას არცებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე ჩავთვალე რომ კარგი იყო, მე გადავთარგმნე, მე ჩავწერე, მე დავდე. გინდა ვაუსმინეთ, გინდა არა. არ ვიცი ხნერები რატომ მომეშალა. არ მომეშალა იდეაში ვხუმრო. კარგით, მოკლედ ბევრი ლაპარაკი აღარ გვინდა. შეგვიძლია პირდაპირ ისტორიაზე გადავიდეთ. ისტორიას კი ქვია, მამაჩემმა ორ ფილზე მდგომი ირმის ხორცი შეჭამა და ახლა რაღაც უცნაურად იქცევა. წვეულება ორი კვირის წინ იყო. როცა უფროსები არ იყურებოდნენ, რამდენიმე კილა ლუდი მოვიპარე და ხალხისგან მოშორებით ლუსის სიტკინს გაუზიარე. ის თავისას ხარბად სვამდა, როცა დაბალი ხის ტოტებ ქვეშ ვიჯექით და ჩუმად ვსაუბრობდით, რომ გამლელებს ჩვენი არ გაეგოთ. ყოველ ჯერზე, როცა ვჩურჩულებდით, სახეებს სულ უფრო და უფრო უახლოვებდით ერთმანეთს. ერთ მომენტში, როცა მიყვებოდა, რომ ვეტერინარობა სურდა, მეგონა თავს მხარზე დამადებდა და გული ამიჩქარდა იმაზე ფიქრში, შემომეხვია თუ არა მის წელზე ხელი. მაგრამ აზრი მალევე გამიწყდა, როდესაც მამამისი, ლარი, წვეულებაზე მყოფი ხალხის წინ დადგა და ლუდის ქილა ძალით ჩაიტენა ყელში. არ დამინახავს რა მოხდა. მხოლოდ ყვირილი გავიგე, რამაც ორივე უცბად წამოგვაყენა. სანამ წვეულებაზე დავბრუნდით, უფროსებს ბავშვები იქიდან უკვე გახავდათ. სასწრაფო დახმარების მანქანების სირენების ხმა კი სწრაფად გვიახლოვდებოდა. მამა იქ იყო და მითხრა, ჩემი პატარა და სასწრაფოდ წამეყვანა სახლში. მის სახეზე აღბეჭდილმა მკაცრმა და შემზარავმა გამომეტყველებამ ლუსი და მისი ალკოჰოლით გაჟღენთილი სუნთქვა სულ დამავიწყა. ვცდილობ გავიხსენო, ლუსი მას ხომ არ შეჭამა ხორცი ბარბეკიუდან. ზოგჯერ მგონია, რომ არა, ზოგჯერ კი ვფიცავ. ფიქრის დროს თვალწინ მიდგება დეტალური სცენა თუ როგორ კბეჭს ბურგერს და თან იმდენად დეტალური, რომ ეს ნამდვილი მოგონება მგონია. ყოველ შემთხვევაში ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მას ვეღარასდროს ვნახავ. თავი ცუდად ვიგრძენი. როცა მეორე დღეს სკოლაში მივედი და ვიკითხე, მართალი იყო თუ არა ამბები მამამისზე. მამა წვეულების ღამეს სახლში რომ დაბრუნდა, არც მე და არც დედას არ დაგულაპარაკებია. უბრალოდ დაწვა და დაიძინა ისე რომ არ მოუყოლია რა მოხდა. დილით სკოლის კართან რამდენიმე უფროსი ბავშვი დავინახე და მათი საუბარი შემომესმა. დეტალების გაგებისგან გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა, მაგრამ მეტის გაგება მსურდა. არ მინდოდა მსგავსი საშინელებისგან აღფრთოვანებული ყოფილიყავი, მაგრამ გრძნობდი, რომ ეს ისეთი რამ იყო, რაზეც ხალხი წლები ილაპარაკებდა. ლარი სიტკინსმა ლუდის ქილა გადაყლაპა. ელში ისე ჩაითხარა, როგორც დედა მოტყნული მახრჩობელა ბოა ყლაპავს კვერცხს. ყოველ შემთხვევაში ერთმა ბავშვმა ასე აღმიწერა. რა თქმა უნდა, მეტიც იყო. საკუთარი ელის ჩაჭრამდე სატანა უდიდებია. საშინლად დათვრა ლუდის სწრაფად მისას კი ძირს დაეძნეყვა. ცდილობდა ქილა ჰაერში დაეჭირა, როცა ვიღაცამ მისას მუშტი უთავაზა. რა მოხდა და როგორ, ამაზე უამრავი ვერსია დადიოდა, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიები იყო, რომლებიც ჭორებად იქცა. ბევრი ჩვენგანი უბრალოდ ცდილობდა ამ ყველაფრიდან რაიმე აზრი გამოეტანა. ლარი საკმაოდ ჩვეულებრივი ტიპი იყო, პროფესიით ლანდშაფტის დიზაინერი, რომელიც ბავშვების დაბადების დღებზე ბანალურ ხუმრობებს ამბობდა. მაქსიმალურად უბრალო მასტი იყო, ყოველ შემთხვევაში თინეიჯერებისთვის. შუადღემდე ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა, სანამ ბატონმა სტრაუბმა დასაკეცის სტადიონის ტრიბუნების მექანიზმს შორის თავი გაყო და კისერი გადაიმტრია. ეს ყველაფერი გულშემატკივარი გოგონების გუნდის თვალწინ მოხდა. კვლავ სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდნენ. გოგონებიც სრემლებად იღურებოდნენ, ზოგიერთმა ბიჭმა და მასწავლებელმაც ვერ შეიკავეს თავი. უმეტესობა უბრალოდ დაბნეულნი იყვნენ. ბატონის სტრაუბის გარდა რა თქმა უნდა.
შევძელი სცენისთვის თვალი მომეკრა, როცა ხალხის ყვირილის მხარეს გავიქეცი, რომ გამეგო რაში იყო საქმე. მისი სახე მოკლებული იყო ყოველგვარ აზრებსა თუ ემოციებს, თავი კი უცნაურად ჰქონდა გადახრილი. ვიფიქრე, მკვდარ ადამიანებს ალბათ ასეთი გამომეტყველება აქვთ მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს, ის თავის მუკლამდეც ასეთი იყო. მივიდა, კისერი ღარებიან სკამებს შორის გაყო და პულზე ღილაკს დააჭირა, რომ ტრიბუნები ჩაეხურა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას უბრალოდ პირი ჰქონდა დაღებული და სულელივით იყურებოდა. მაშინაც კი, როცა ლითონის მექანიზმი ხრტილებსა და მალებს უჭყლეტდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ლარიც ასე იყო, როცა თავი მოიგლა. ის ახალი ლუდის გახსნას აპირებდა, როცა უბრალოდ შეჩერდა, ცას შეხედა, შემდეგ კი მთელი ქილა ერთ სამყაროს შემძრელ წამში ჩაითხარა ყელში. მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ ლარის და მისტერ სტრაუბის მსგავსად სხვებიც იქცეოდნენ. კაფის ბარის და გოგონამ გავარვარებულ ორთქლზე ნახევარ ხელზე კანი ჩამოიდნო, სანამ დრაივ-თრუზე მყოფ ბიჭს დაუხამხამებლად თვალებში უყურებდა. ადგილობრივი კლინიკის ექიმმა ბიოპსიური ნემსით ჰაერი პირდაპირ საკუთარ გულში შეიყვანა. ბევრმა მოიკლა თავი იარაღით, მაგრამ არც ერთ მათგანს თავში არ უსროლია. თუ დაუფიქრდები, ეს უცნაური დეტალია. ამ ადამიანებმა მძლავრი შაშხანები პირდაპირ ტანზე მიიბჩინეს და გაინადგურეს წელი და კიდურები, ყოველ მიზეზ გარეშე, უბრალოდ არაფრის მთქმელი გამომეტყველებით დაიცხრილეს სხეულის ნაწილები და უკან მხოლოდ უხეში ხურცის ნაფლეთები დატოვეს. მომდევნო დღეს სკოლა არ იყო. რაც ერთადერთი ნამდვილი მინიშნება იყო იმის შესახებ, თუ როგორ პანიკაში იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დიდი ხანი არ დაჭირდებოდა, სანამ ეროვნული ხელისუფლებაც ამ პანიკაში არ ჩაერთვებოდა, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდა. იმ დილით ჩემი მშობლების სახლიდან 10:30-ზე წავიდნენ ქალაქის მერიაში შეხვედრაზე და გზად ბებიესთან დამტოვეს. დაველოდე, სანამ წავიდოდნენ, შემდეგ კი ბებიეს უთხარი, რომ გარეთ გავიდოდი. ცხელი დღე იყო და მან მხოლოდ თავი დამეკნია თანხმობის ნიშნად, სანამ ჩემს დასთან ერთად იჯდა და კითხულობდა. მას ზულდა, როცა ვიდეო თამაშებს თამაშობდი და ყოველთვის მიბიძგებდა, რომ გარეთ საკუთარი თავგადასავლების საძებნად წავსულიყავი. გეგმები არ მქონდა, მეგობრების ნახვაც კი არ მინდოდა. ბატონი სტრაუბის სახეზე ბევრს ფიქრობდი, როცა ფერმერების დაცლილ მინდვრებს ვკვეთდი და ტყეში შევდიოდი. ერთხელ ღია კუბოთი დაკრძალვაზე ვიყავი. ეს მამა დენისის დაკრძალვა იყო, რომელმაც ჩვილი რომ ვიყავი მომნათლა. თუმცა მის შესახებ არაფერი მახსოვს, გარდა მისი გაქვავებული სახისა, რომელიც კუბოს რბილ თეთრ ნაკეცებში ნაზადიდო. ეს ისეთ შორეულ და სტერილურ წარსულად მეჩვენებდა, რომ მის გახსენებაზე ცოტათი მოვიწყენე, მაგრამ სხვა არაფერი მიეგრძვნია. რაც შეეხება ბატონი სტრაუბის სახე თავისი შესიებული ტუჩებით და გადმოკარკლული თვალებით, ეს კი ნამდვილად შემაძრწუნებელი სანახაობა იყო. ერთი წამით ცოცხალი, მეორე წამს კი მკვდარი და მათ შორის მხოლოდ ტკივილი იდგა. და მაინც ისეთი მოწყენილი ჩანდა, საკუთარ ქატეხილ კისერზე ჩამოკიდებული, ისევ იმ სასაცილო წითელ შორტში, რომელსაც ამინდის მიუხედავად ყოველთვის ატარებდა. დიდი ხანი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ მკვდარი სხეულის დანახვამ შემაშინა. ვზნობდი, რომ ამას ამდენად არ უნდა ემოქმედა ჩემზე, რამდენადაც იმოქმედა. და ალბათ სწორად ამიტომ იყო, რომ ყველა ამ ფიქრში მცირედი ბრაზი წერეოდა. სწორედ ამიტომ გავაგრძელე სვლა ტყეში, სანამ ხეები არ გაიშალა. დავდიოდი ნოტიო ზაფხულის სიცხეში, სანამ მაისური არ გამეშხინთა და ფეხები არ ამტკივდა. მინდოდა დაღლილი ყოფილიყავი. მინდოდა, რომ ერთადერთი, რაზეც ვიფიქრებდი, ჩემი ატკივებული ფეხის კუნთები და მზით დამწვარი შუბლი ყოფილიყო. ამაზე ფიქრი მაშინ შევწყვიტე, როცა რეილსებს მივდექი. მოპირდაპირ მხარეს კლდეები და ლოდები ციცაბოდ იყო აზიდული. სხვა გზა არ მქონდა, გარდა ქალაქისკენ გაბრუნების ან მარჯვნივ ბნელ გვირაბში შესვლის, რომლის შესასვლელიც ნახევრად სუროებით იყო დაფარული. ყოველ შემთხვევაში გვირაბიდან მომდინარე ჰაერი ცივი იყო, ამიტომ წამით შევჩერდი და სული მოვითქვი. ვზნობდი, როგორც სივდებოდა და ორთქლებოდა ოფლი, როცა სიბნელიდან ნაზი ქარი გამოედნებოდა. თუმცა სულელი არ ვიყავი. ყურადღებით ვუსმენდი, რომ მატარებლის გუგუნის ხმა გამეგო და როგორც კი გავიგე, რაც შეიძლება სწრაფად გადმოვედი ლიანდაგებიდან. სიგნალის გამაყრუებელი ხმით ჩამიარა.
სხვა დროს ალბათ ვინერვიულებდი, რომ რელსებზე თამაშისთვის საყვედურს მივიღებდი. მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რაც ლიანდაგებთან იწვა. გვირაბიდან გუგუნით გამოსულმა მატარებელმა მას სინათლე მოფინა. გვირაბის შესასვლელთან ახლოს. მატარებლის წასვლის შემდეგ ჩამოვარდნელ უცნაურ სიჩუმეში გვირაბის შესასვლელს მხოლოდ ჩამოოლი მზის მკრთალი სხივები წვდებოდა და ყველაფერი იგივენაირად გამოიყურებოდა. ძველი ტანსაცმელი, გატეხილი ბოთლები, გადაყრილი ყუთები, ნაგავი, რომელიც ყველგან იყო მიმოფანტული, სადაც კი ადგილს იპოვიდა. მაგრამ ვიცოდი, რაც დავინახე მატარებლის გამვლელი ფარების მკაფიო შუქზე და ეს ნაგავზე ბევრად მეტი იყო. მე კაცი დავინახე. ის მუცელზე იწვა. ხელიც მოჩანდა, კაშკაშა და ფერმკრთალი, როგორც მთვარე ღამის ცაზე. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რაც დავინახე. არ ვიცოდი, რა მექნა, ყოველ შემთხვევაში თავიდან. მე შინოდა და არ მინდოდა შიგნით შესვლა, მაგრამ არც ისე შემეძლო წასვლა, თითქოს არაფერი დამინახავს. დაკვირება ვცადე, მაგრამ თუ იქ ვინმე ჩემი ხმა გაიგონა, არაფერი უპასუხია. მხოლოდ მაშინ დავრწმუნდი, რომ იქ ნამდვილად იწვა კაცი, როცა გვირაბში ფეხი შევდგი და სიბნელეს თვალი შევაჩვიე. ის ლიანდაგებზე იყო გადაწოლილი და ფეხები არ ჰქონდა. სისხლის ლაქებისფერი თუ იმსჯელებდით, რომელიც განავლის ფერს ჰგავდა, კარგა ხანია რაც იქ იწვა. ჯანდაბა, ალბათ 6-მდე მატარებელმა მაინც გადაუარა. ეგონათ უბრალოდ ძველი ნაჭერი, ან რამე იყო. თუ კი საერთოდ რამე დაინახეს. ამ დროში ცოტა გამომშრალი იყო. მცლად მუმია არ იყო, მაგრამ სისხლი, რომელიც მოჭრილი ფეხებიდან და პირის ღრუდან სდიოდა, უფრო ჟელეს ჰგავდა ვიდრე სიროფს. ამ დროს უკვე გულა მოფსკვნელი ვტიროდი. მთელი ძალით ვტიროდი და ვერ ვჩერდებოდი. ვცდილობდი გამეგო, რა უნდა მექნა და ამავდროულად გრძნობდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს მიმართ საშინლად უსამართლო იყო. იყო მომენტი, როცა თითქმის გრძნობდი, როგორ მინდოდა ისევ ბავშვი ყოფილიყავი. ნამდვილი, პატარა, რომელსაც არაფრის კეთება არ ევალება, რომელიც შეიძლება გაბრაზდეს, იტიროს და გაიიქცეს. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ რა საშინლად შემარყია ბატონის ტრაობის გვამის ნახვამ და თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ახლა ეს კოშმარი დამატეხა თავზე ღმერთმა. კბილების სისხლით შავად შეღებილი და ღია თვალები, რომლებიც არაფერს უყურებდნენ. ეს კოშმარს ჰგავდა. არა მხოლოდ ეს მომენტი კაცის სხეულთან, არამედ ყველაფერი, რაც იმ ხისტოტების ქვეშ ლუდისმის შემდეგ მოხდა. თითქოს რეალობას იყო ყველაფერი მოწყვეტილი. მაგრამ კოშმარები მთავრდება. გარეთ ვიყავი, სუნთქვა მეკურებოდა. ვაღებინებდი და თვალებიდან ცრემლები მცვიოდა. როცა გავიგე, როგორ დაიწყო რაღაცა მხუხვა გვირაბში. საიდანაც ახალი გამოქცეული ვიყავი. ჩემი ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ ხმა იმას ნიშნავდა, რომ რაღაც ცოცხალი იყო და მიახლოვდებოდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ მარტო არ ვიყავი. მაგრამ ჩემი მეორე ნაწილი სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. სწორედ ამ ნაწილმა მაიძულა შემეწყვეტა ტირილი და ხმაური. პირი უდაბნოსავით გამიშრა და უცებ სულ აღარ მცხელოდა, არამედ მაკანკალებდა. ინულივით მციოდა. ფეხებმა კი თავისით დაიწყო უკან სიარული. გვირაბისგან მოშორებით. მოკლე, შუმი ნაბიჯებით სიარული. ხმა არ წყდებოდა. ეს იყო რაღაცის ხახუნი. რაღაცის, რაც ქვიშაზე და ძველ პლასტმასის პარკებზე ეთრევა. მას ნელი, რეგულარული რიტმი ჰქონდა. ერთადერთი სიტყვა, რომელიც ახლა მახსენდებოდა, დიდი ხნის წინ ბიოლოგიის გაკვეთილზე ვისწავლე. გადაადგილება. იქ რაღაც მოძრაობდა და ეს რაღაც ჩემკენ მოდიოდა. მისი მოძრაობა ნელი, მოწყვეტილი და უძლური ჩანდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. რატომღაც მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ეს სრული სიგიჟე იყო, უბრალოდ ვგრძნობდი, რა გამოვიდოდა იმ გვირაბიდან. ეს ისევე ვიცოდი, როგორც კურდღელმა იცის მგელი, ან ჭიანჭველა ამ ობობა. და მაინც, როცა დავინახე, როგორ გამოძვრა სიბნელიდან სინათლეში, ისეთი ხმით ვიყვირე, რომ რამდენიმე დღე ყელი მდგიოდა. ეს მატარებლის ლიანდაგებზე ნანახი კაცი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობდა, ცოცხალი არ იყო. ვცდილობდი საკუთარი თავისთვის ამეხსნა, რომ ის ვერ იქნებოდა მკვდარი, რადგან მხოლოდ ცოცხალი არსებები მოძრაობენ.
მაგრამ ეს სრული სისულელე იყო. ის თავის სისხლიან უფეხო ტანს ერთი მუშა მკლავით ეზიდებოდა. მეორე ამოგდებული კი ზურგზე ეგდო. ორივე ხელის თითები კი ერთიანად ეკუმშებოდა, როცა თავს ძლიერად მიათრევდა. და ის სახე, იგივე ცარიელი, არაფრის მთქმელი გამომეტყველება, ზუსტად ისეთი როგორც მისტერ სტრაუპს ჰქონდა. ის ცოცხალი არ იყო. ის მკვდარი იყო და ეს მას რაღაც არარეალურ მონსტრად აქცევდა. გავტრიალდი და ხეებს შორის ყვირილით თავქუდმოგლეჯილი მიურბოდი. მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ იმ არსებაზე ვფიქრობდი, რომელიც უკან მომყვებოდა და ჩვენ შორის მანძილის შემცირებას ცდილობდა. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ნელა მოძრაობდა. არც იმას, რომ ერთ საათზე მეტხანს ვირბინე. არც იმას, რომ არ ვიყავი დარწმუნებული, ვიცოდი თუ არა სახლის გზა. ან საერთოდ სწორი მიმართულებით მიურბოდი თუ არა. ერთადერთი, რაც მადარდებდა, იყო ფეხის წინ ფეხის გადადგმა. სანამ აღარ შემეძლებოდა. დრო უცნაურად გადიოდა. წამები სტაკატოსებურად მიდიოდნენ. სანამ საბოლოოდ არ ჩავიკეცე ჩემს რეზინად ქცეულ ფეხებზე. ძლივს გავათრიე საკუთარი სხეული, რომ ძველი ხის ღრმულში ჩამძვრალიყავი დასამალად და სწორედ იქ დავკარგე გონება. პატარა ჩართვა მთხრობელისგან სიტყვა სტაკატო დიდი ალბათობით ბევრი ვერ გაიგებდა რა ნიშნავს წამები სტაკატოსებურად მიდიოდნენ. სტაკატო არის ლეგატოს საპირისპირო. ლეგატო და სტაკატო არის ტერმინები მუსიკაში, რაც აღნიშნავს ნოტების ერთმანეთზე ბმას. ლეგატო არის როცა ნოტები ერთმანეთს კარგად ებმება. ანუ რაღაც ჩავარდნები არ აქვს, ანუ ხოლო სტაკატო ნიშნავს როცა ნოტები არის გამოყოფილი, ანუ პიანინოზე რო აიღოთ დნ დნ დნ. ხო, ეს მოკლე ახსნა იმათვის, ვისაც შეიძლება არ სცოდნოდა რა არის სტაკატო. შეიძლება კონკრეტულად სტაკატოსებურად ვერ მიმხვდარიყო რა შეიძლება დანიშნავდეს. სულ ეს არის გავაგრძელოთ. როცა გავიღვიძე, მზე ჩასული იყო და ბნელოდა. ცოტა გული ამერია. შემდეგ კი როგორც იქნა, ძირითად ბილიკს დავადექი და ღამის ცივ ჰაერში მტკივნეულად და წვალებით წავბარბაცდი უკან ბებიაჩემის ფერმისკენ. მამა ავადი იყო. ბებიაჩემი სწორედ ამას გახვიროდა, სანამ მის მარჯვენა ხელს აკავებდა. დედაჩემი კი ცდილობდა მის თავს სისხლით დაფარული ხელებით მოხვეოდა. ის კი სულელური შეუპოვრობით ეწინააღმდეგებოდა. ჩემი პატარა და ტიროდა და სცენას შოკირებული ჯარისკაცივით უყურებდა. იყო ღარიალი და მოთქმა და უცებ გასროლა. შემდეგ თავზე ცარცის ნამქერი დამეყარა და ყველამ ცოტა უფრო ხმამაღლა დაიწყო ყვირილი და კივილი. მამას იარაღი ეჭირა. სწორედ ამას ცდილობდა ბებია, რომ მისი ხელიდან წაერთმია. მას დანაეჭირა და ამიტომ იყო იქ სისხლი. მაგრამ არ ვიცოდი ეს სისხლი ვისი იყო. არ ვიყავი დარწმუნებული, რის გაკეთებას აპირებდა, სანამ არ სცადა, მისი სასხლეზე დადებული თითი მოეჭრა. ამ დაპირისპირებას კიდევ ერთი გასროლა მოჰყვა და ფანჯარა გარეთ გაიმსხვრა. საბოლოოდ ჩავიმუხლე, ჩავავლე ხელი ჩემს დას და სხვა ოთახში გავარბენინე, რა დროსაც კიდევ სამი გასროლა მოხდა და თითოეულმა მათგანმა რაღაც ჩაამსხვრია ჩემში. სანამ ჩემს სახელს დაიცახებდნენ, უკვე ნახევრად ყრუ ვიყავი. კანკალებდი და ვწბებოდი რაღაცებზე, რაც რეალურად იქ არ იყო. ჩემი და მეხვეწებოდა დაუბრუნებულიყავი მასთან. მის ვარდისფერ თითებს კი ჩემკენ იწვდი და როცა ძირს დავუშვი. მაგრამ დედა ყვიროდა, რომ მასთან მივსულიყავი და დავხმარებოდი. მე კი უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემი ოჯახი დამეწვა. მან მითხრა, რომ რამე მომეძებნა, რითაც მამას გაკვანძვა შევძლებდით, სანამ ის და ბებია ორივე ხელით მის მკლავებს იატაკზე აკავებდნენ. მამას ხელიდან სუსტად ძდიოდა სისხლი. ბებია კი მთელი ძალღონით ცდილობდა, რომ ერთდროულად ძირს ყოლოდა გაკავებული და თან სისხლდენა შეეჩერებინა მისთვის. მამა მათ ქვეშ იყო მოქცეული. ნელა გშენდა, ზანტად იბრძოდა, მაგრამ ხვდებოდი, რომ მათთვის მისი ძირს გაკავება მაინც დიდ სირთულეს წარმოადგენდა. როცა გარაჟისკენ გავარბოდი, მიწაზე დაგდებული დანა და მის გვერდით მამაჩემის მოჭრილი თითი დავინახე. დანა ფეხით შორს გავასრიალე, რომ ვერ მემწვდარიყო. შემდეგ კი მალევე დავბრუნდი ბაწრით, რომელსაც ბებია ზაფხულის პაპანაკებას სიცხეებში გარაჟის კარის გასაღებად იყენებდა. დედამ კვანძები შეგრა. ბებია მამასთან საუბარს ცდილობდა და ეს ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევათაგანი იყო, როცა ის ისევ იმ ქალად დავინახე, რომელიც ოდესღაც მას საფენებს უცვლიდა.
ისეთი მშვიდი და ნაზი იყო და გამუდმებით ბუდბუდებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ისეთი მოწყვლადი ჩანდა, მას მისი ეშინოდა. დედა უბრალოდ ყველაფერს აკეთებდა, რომ ამ მომენტში როგორმე სიმშვიდე მოეპოვებინა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მამას ხელები მჭიდროდ ჰქონდა ზურგს უკან შეკრული და რომ თავს ვერ დაიხსნიდა, უკან დაიხია. ხელები ზურგს უკან წაიღო და მაშინვე წინ გადმოიხარა და ატირდა. გამოიძახე სასწრაფო, მითხრა ბებიამ, როცა მეორე ოთახში ჩემი დის დასაყვანად გავიდა. სანამ ტელეფონს ავიღებდი, დედას უცბად ჩავეხუტე, რომელსაც, როგორც ჩანს, ეს არც შეუმჩნევია. მამას გავხედე, რომელიც არაფერს უყურებდა. უემოციო თვალებით სიცარიელში იყურებოდა, სანამ ხელების გათავისუფლებას ცდილობდა. როდესაც როგორც იქნა შემომხედა, ეს მზერა არაფრით განსხვავდებოდა იმისგან, თუ როგორ უყურებდა იატაკს ან კედელს. მეორე დღესაც არ წავს ხლორ სკოლაში. დილით მთავრობიდან რამდენიმე კაცი მოვიდა მამას დასაყვანად და დედამ ჩემს ოთახში გამომკედა. დედამ 1000 კითხვა დაუსვა, მაგრამ ისინი მოკლედ და მკაცრად პასუხობდნენ. მხოლოდ რამდენიმე ჩახლიჩილი ფრაზა გავიგე. თხოვთ, ადგილზე დარჩეთ ქალბატონო, მალე დაგიკავშირდებიან. როდესაც ფანჯარასთან მივირბინე, რომ ეზოში მიმავალნი დამენახა, დავინახე, რომ ყველას ნიღაბი ეკეთა. ერთ-ერთმა შემამჩნია, რომ ვუყურებდი. მეგონა ხელს დამიქნევდა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. მათ ტანსაცმელზე ბიოლოგიური საფრთხის ნიშანი იყო. მათი წასვლის შემდეგ დედამ მოახშნეს მომზადებასა და ჩემი დის მოვლაზე გადაიტანა ყურადღება. მთელი დროის განმავლობაში ჩემთან ახლოს იყო და როცა ოთახიდან გასვლას ვცდილობდი, შფოთვით სავსე კითხვებს მისვამდა. სად მიდიხარ? უბრალოდ სააბაზანოში. კარგი მაშინ. თითქოს ის იმის განცდას, რომ ყველაფერი რიგზე იყო, თხელ ქაღალდზე ხატავდა და სასოწარკვეთილად ეშინოდა ამ იდეის დამსხვრევის. მთელი ძალით ვცდილობდი წარმომეჩინა, რომ კარგად ვიყავი. ჩემი სურვილებიდან ყველაზე ბოლო იყო ის, რომ თავი ისე მეგრძნო, თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი, რომელსაც დედიკო სჭირდებოდა. ძირითადად ჩვეულებრივ რამეებზე საუბრობდით, მაგრამ ორივესთვის რთული იყო. ატმოსფერო მხოლოდ ერთხელ შეიცვალა, როდესაც ვახშმის შუაში რაღაც უცნაური მკითხა. მამა შენმა, რამდენიმე თვის წინ, როცა ერთად წახვედით სანადიროდ. ხორცს რა უქენით? არ ვიცი, ხრებიავი ჩეჩე. მამა ყველაფერს თავად უვლიდა. რატომ? იმ კაცებმა, რომლებმაც ის აიყვანეს, ამაზე უამრავი კითხვა დასვეს. შემდეგ მყიფე ღიმილით, დავალებები გაკეთებული გაქვს? მითხრეს, რომ შენი მასწავლებელი რამდენიმე დავალებას ონლაინ გამოგიგზავნიდა. სწორედ ასე, ნორმალურობის თხელი ფარსი დაბრუნდა. მაგრამ მუცელში უსიამოვნო შეგრძნება დამრჩა, რომელიც საღამოს გასვლასთან ერთად არ ქრებოდა. სინამდვილეში, მდგომარეობა მხოლოდ უარესდებოდა, სანამ საწოლში ვტრიალებდი და დედა ჩემის კითხვაზე ვფიქრობდი. მათ, ვინც მამა წაიყვანეს, არ ჰგავდნენ ისეთებს, ვინც საქმეს აჭიანურებდნენ. მათ ალბათ ზუსტად იცოდნენ, რაც ხდებოდა. მაშ რატომ სვავდნენ კითხვებს ხორცზე? გულის სიღრმეში ვხვდებოდი, როცა დედამ მკითხა, თუ რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი. მამა სანადიროდ სიარული უყვარდა და წვეულებებზე თუ ბარბეკიუებზე ყოველთვის მოჰქონდა ხორცი. განააშკარა არ იყო, ტყიდან რომ რაღაცას მოიტანდა. მე კი დიდი ხანი არ ყოფილვარ სანადიროდ, თითქმის 3 თვეა. ყოველ ჯერზე, როცა მეკითხებოდა, უარს ვეუბნებოდი წასვლაზე და გონი იცოდა კიდეც რატომ. ბოლო მოგზაურობაზე მამამ 3 ირემი მოკლა, მაგრამ მხოლოდ 2 წამოვიღეთ. ერთი ჩვენთვის, ერთი ქალაქში ბარბეკიუსთვის, მესამეს რაც შეეხება, რომელიც ტყეში დავტოვეთ, სანამ სულს ბოლომდე დალევდა, მე უკვე გაფითრებული და განკალებული ვიყავი და მამაც კი ვერ მალავდა ხმაში შეპარულ შიშს. არც ერთი არ ველოდით, რომ ირემი ადამიანის მსგავსად უკანა ფეხებზე წამოდგებოდა და ჩვენკენ წამოვიდოდა. მისი ნაბიჯები მძიმე და ბორცგნარევი იყო, როცა ჩვენ შორის არსებულ მანძილს ფარავდა. ის მაინც განაგრძობდა სვლას, მას შემდეგაც კი, რაც მამამ კიდევ 6 ჯერ ესრულა. ერთ-ერთმა ტყვიამ თავში გაუარა, მაგრამ უშედეგოდ.
ის მაინც მობლაყუნობდა წინ, მის ორ დეფორმირებულ ფეხზე, მისი თავიდან გამოსხმული სისხლი კი გარშემო არსებულ ხავსებს საზიზღარ მკრთალ ნაცრისფრად ღებავდა. როცა საბოლოოდ დაეცა, მამაც ბოლომდე გაფიქრებული იყო და ამ ხანგრძლივი სიჩუმის ფონზე ბუჩქებისკენ გულისასარევად გავიქეცი. ამის შემდეგ ჩვენი გასვლა იქვე დასრულდა. მამამ ნელა დამაბრუნა მანქანასთან. არ მგონია რომელიმეს ხსომებოდა რომ ისინი იქ იყვნენ, სანამ მანქანას არ მივადექით. ის მაინც მეკითხავდა ხოლმე, მინდოდა თუ არა შაბათ-კვირას მასთან ერთად სანადიროდ წასვლა. მაგრამ არასდროს უკვირდა, როცა რაიმე საბაბს ვიგონებდი, რომ უარი მეთქვა. ამ ამბავზე ერთადერთხელ ვილაპარაკეთ. ბარბეკიუს ამბებამდე ბევრად ადრე, როცა ერთ დღეს სკოლაში მტოვებდა. თემას თავით არ დატაკებია და გვერდიდან მოვლა სცადა. ზოგჯერ ირმებიც ავადდებიან. მოხუცების მსგავსად. გახსოვს ბაბუა? ბოლოს ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ოდა, ირმებსაც ასე მოძდით. მაგრამ ამაზე არ უნდა ვიდარდოთ. როგორც ბაბუას დაავადება არ გადაგვდებია, ისევე ვერ გადაგვედება ირმების ავადმყოფობა. ჩვენ, ადამიანები, უსაფრთხოდ ვართ. ეს უბრალოდ ცხოვრების არასასიამოვნო ნაწილია. ეს თემა მოულოდნელად წამოჭრა. ან ყოველ შემთხვევაში ასე მომეჩვენა. ვიფიქრე მამა ჩემის ხრეკი იყო, რომ სანადიროდ ისევ წავყოლოდი ხოლმე. ვიცოდი რომ მოწონდა როცა თან დავყავდი. მეც მომწონდა, სანამ ის ირემი არ ვნახე, რომელიც ორ ფეხზე მოდიოდა ჩემკენ. იმ ღამეს როცა თეთას უკვე ეძინა, ლოგინში ფიქრმა წამიღო. გონი საერთოდ არ ცდილობდა ჩემს რაიმეში დარწმუნებას. იქნებ თვითონ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რის გაკეთებასაც აპირებდა. ვაიდა, თუ ის თავს აჯერებდა, რომ ეს ნორმალური იყო? ორი ირემი. ცდილობდი გამეხსენებინა, როგორები იყვნენ. სატვირთოში დადების შემდეგ არც კი შემიხედავს მათთვის. ან რატო უნდა შემიხედა? როცა ვკოჭავდით, ისინიც ისევე ჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ, როგორც ნებისმიერი სხვა ირემი. მაგრამ რეალურად დაკვირვებითაც არაფერს დავკვირვები ვარ. 7 წლიდან დავდიოდი სანადიროდ. მამასთან ერთად ნადირობა ჩემთვის ყველაზე ჩვეულებრივი რამ იყო. ამასთან ერთად მე ხომ არც კი ვიცოდი, რას უნდა დავკვირვებოდი. საბნის ქვეშ ვბორგავდი და მთელი ძალით ვცდილობდი იმ მოგზაურობის ყველა დეტალი გამეხსენებინა. ყველაზე მეტად ვცდილობდი გამეხსენებინა, როგორი იყო მამა ჩემის მიერ მოკლული პირველი ორი ირემი. ისინი იმდენად სწრაფად დაეცნენ, რომ სრულიად ნორმალურები ჩანდნენ. მაგრამ ბაბუა ალცჰაიმერით დიდი ხნის განმავლობაში იყო დაავადებული, სანამ საშიში გახდებოდა. და მივხვდი, რომ იგივე შეიძლებოდა იმ ირმებსაც მეთქვა. ვის შეუძლია თქვას დარწმუნებით, რომ ტყეში იმ დღეს ორ ფეხზე მდგარის ერთი ირემი იყო მხოლოდ ავად. ამ ფიქრებს თავიდან ვერაფრით ვიშორებდი. ერთ მომენტში გავიაზრე, რომ იმ ღამეს ცილი არ მეწერა და გადავწყვიტე, თავი კიდევ უფრო დამეტანჯა. სანამ არ გავაცნობიერე, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. მამას სხვენში ძველი მაცივარი ჰქონდა და ხორცს ზოგჯერ იქ ინახავდა. ოღონდ არა დიდხანს და როგორც წესი, არა საჭმელად. მას იმისთვის იყენებდა, რისი გატყავებაც ან ტროფეით ქცევა უნდოდა, რასაც იშვიათად აკეთებდა. რადგან დედას სახლში ასეთი რაღაცების ქონა არ უყვარდა. თუ ირმები სამზარეულოს ან ავტოფარეხის მაცივარში არ იყვნენ, მაშინ შესაძლოა ფარდულში ყოფილიყვნენ. და თუ შიგ ორი ირმის ცხედარს ვნახავდი, ეს იქნებოდა იმის მტკიცებულება, რომ ყველაფერი, რაც გარშემო ხდებოდა და ადამიანებს ზიანს აყენებდა, ჩვენი პატარა ნადირობის შედეგი ვერ იქნებოდა. ოთახიდან რაც შეიძლება ჩუმად გამოვიპარე. დედა ბებიას ელაპარაკებოდა ტელეფონზე და თან ტიროდა. წამით კართან შევჩერდი და მივაყურადე. იქნებ რამე ისეთი იცოდნენ, რაც მე არ ვიცოდი. მაგრამ როცა იმის შესახებ დაიწყო საუბარი, თუ როგორ ეშინოდა, უბრალოდ შემეცოდა და სვლა განვაგრძე. ყოველ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავდა, რომ იმდენად გართული იქნებოდა, რომ ვერ გაიგებდა კიბეებზე ჩუმად როგორ ჩავიპარებოდი. ეზოს ბოლოში მდგარი ფარდული არასდროს მომწონდა. მას იშვიათად ვიყენებდით,
მამაც კი, რომელიც გაზონის საჭრელს და ძველ გამოუსადი გარნივთებს ინახავდა. ეს არ იყო ისეთი ადგილი, სადაც საკვებს შეინახავ. მაგრამ გრძნობდი, რომ იმ ნადირობიდან მოტანილ ნადავლს სხვა ხორცთან ერთად არ შეინახავდა. როცა უკანა კარი გავაღე და ჩრდილებით დაფარულ ეზოს გადავხედე, უეცრად თავში გვირებმა და იმ ყველაფერმა გამიილმა, რაც იმ დღეს ვნახე. იმ დღის მერე საკმაოდ კარგად გამომდიოდა საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ ეს სინამდვილეში არასდროს მომხდარა. უფეხებო კაცი, რომელიც წყლდიადიდან გამოძურა, მხოლოდ ნახევრად დავიწყებული კოშმარი იყო. ნაწყვეტი დროიდან, რომელიც ყოველგვარ ლოგიკასა და საღაზრს ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ უცებ ის ყველაფერი ისევ დამიბრუნდა. ყველა ის ემოცია და ფიქრი, რომელიც თავში მიტრიალებდა, როცა მის გახრწნილ სხეულს და შუშის თვალებს უყურებდი. საკუჭნაოსკენ მიმავალი გზა მარტივი არ იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში ვებრძოდი სურვილს უკან გავბრუნებულიყავი. თითოეული ნაბიჯი ტყვიასავით მძიმე იყო. კართან შევჩერდი და საკეთს ხელი მოვკიდე. ჩემს უკან სახლი ისე შორს ჩანდა, სიმწრით გავაცნობიერე, რომ არავინ იცოდა ამ სიბნელეში ჩემი მარტო ყოფნის შესახებ. შიგნით თითქმის სრული უკუნეთი იყო. ჩემი ტელეფონი იქაურობის ოდნავ განათებაში დამეხმარა. მაგრამ ახლომდებარე ჩამრთვალს ხელი არ დავაკარე. დედას რომ ფანჯრიდან არ დავინახე. ჭერიდან საკმაოდ დაბლა გაბმული ყოფობის ქსელები. ხოლო იატაკსა და კედლებზე ჩრდილები დაწვრებოდნენ, როცა საყინულეს უახლოვდებოდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ველოდი, რომ რამე მოხდებოდა. წარმოვიდგინე კიდეც, თუ როგორ აღებდა საყინულის თავსახურს ირემი. ძურებოდა და დგებოდა უკანა ფეხებზე და მაღლიდან დამყურებდა ისეთივე ცივი და ცარიელი თვალებით, როგორიც მამას ჰქონდა. ამ აზრმა იმდენად შემაშინა, რომ ჰიპერვენტილაციისგან კინახამ პანიკური შეტევა დამემართა. მაგრამ სანამ ამას ბოლომდე გადავხარშავდი, გავიაზრე, რომ ხელი უკვე საყინულის სახელურზე მეტო. კარი გადავწიე და შიგ ჩავიხედე. ნისლის მსგავსი ორთქლი ნელა ამოიბრქვა, გაიფანტა და თოვლით დაფარული ხორცისა და ბეწვის გროვა გამოაჩინა. მხოლოდ ერთი თავი ჩანდა, მაგრამ იმდენად მჭირდებოდა იმაში დარწმუნება, რომ იქ ორი ცხოველი იდო, რომ ღრმად ჩავისუნთქე და ხელი ჩავყავი, რათა ზემოთ არსებული ნაწილები ცოტათი მომერყია. ხორცის ნაწილი საყინულის კედლებს სკოჩის მსგავსი ხმით მოძვრა. რაც უფრო ღრმად ვცდილობდი ხელის ჩაყოფას და ფათურს მძვლების, რქების და გაქვეყნებული ხორცის გროვაში, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მეორე ირმის ალი კვალი არ იყო იქ. ნუ თუ მამამ ყველას ავადმყოფი ირმის ხორცი აჭამა. ნუ თუ სწორედ ამიტომ მოიკლეს თავი ლარის სიტკინსმა, მისტერ სტრაუბმა და იმ სხვა ყველამ. ამაზრე მაცულად გამხადა. საყინულეს სწრაფად დავხურე. ჩავკეტე და გაბრუებული კარისკენ გავემართე. მთელი ძალით ვცდილობდი გავმკლავებოდი იმ სიმძიმეს, რომელიც კუჩში გამიჩნდა. ცალი ფეხი უკვე გარეთ მქონდა გადგმული, როცა საყინულის კარის საკეტზე და ჯახების ხმა გავიგე. ყველაფერი დატრიალდა. გული ჩამივარდა და კანი გამეყინა ნაცნობი შეგრძნებისგან. მივტრიალდი საიდანაც ხმა გავიგონე. ორივე ხელით კარს მივეწებე და დავინახე კიდევ ერთხელ როგორ დაეჯახა თავსახურის საკეტს. ხუთში შუქი წამით აინთო და თვალი მოვკარი ამოქნეულ ბეწვს და კბილებს. ისევ განმეორდა. კიდევ და კიდევ. და ყოველ ჯერზე ვხედავდი ნალის, ძვლისა და უცნაური კუნთოვანი ქსოვილის ნაწილებს, რამაც ისე შემაძრწუნა, რომ ტანში გამცრა და ტრაკით დავეცი ისე, რომ ის ვერც კი გავიაზრე. როდესაც საკეტი საბოლოოდ დანებდა, თავსახური სწრაფად გადაიხსნა და გაჩერდა. ყუთიდან სინათლე გადმოიფრქვა. მე კი სუნთქვა შეკრული ველოდი, რომ ესესაა ის არსება გამოჩნდებოდა. რომ ამოვარდებოდა და არაბუნებრივი ფეხებით ჩემკენ გამოიჭრებოდა. მაგრამ არაფერი მოხდა. სიჩუმე სამუდამოდ გაიწელა. სანამ ბოლოს ყველა წინა ხმაზე ხმა მაღალით კაცანი არ გაისმა და მთელმა საყინულემ წინ და უკან არ დაიწყო რყევა და ჯანჯღარი იქამდე, სანამ ნელა არ გადმოყირავდა. ირემი, ან მისი ნაწილები მძიმე სველი ხმით დაეძნეყვა ძირს. მისი ნიკაპისა და სახის ნაწილები ბეტონზე დაიმსხვრა.
რის გამოც ხორცისა და ძვლის პატარა ნატეხები იატაკზე სისხლის დნობადი კვალით დაცურდა. ზოგიერთმა მათგანმა ჩემს ფეხებთანაც კი მოაღწია. შიგნით მყოფი არსების მოძრაობის ხმა ფეხქვეშ გაყინული თოვლის ხრაშუნის ხმას გავდა. მისი სქელი კისერი და გატეხილი თავი აქეთ-იქით ირხეოდა და ბრაკი თვალებით სათავსოს ინტერიერს ათვალიერებდა. ასეთი რამ არასდროს მინახავს. არც მანამდე და არც მას შემდეგ. ეს გვირაბშინა ნახკაცზე უარესი იყო. 1000-ჯერ უარესი. ირემი ჯერ კიდევ ძირითადად გაყინული იყო, მაგრამ რაღაც შეუძლებელი ძალა აიძულებდა საკუთარ უჯრედებში არსებული კრისტალიზებული წყლის წინააღმდეგ ებრძოლა და შედეგად ტყავი ქაღალდივით ეხეოდა და ებხრიწებოდა. კუნთები კი კაცუნითა და ხრიალით წკდებოდნენ, როცა შეკუმშვას და მოდუნებას ცდილობდნენ. მან თავი ასწია და დაკვირებას სცადა. ხრიალმა, რომელიც მის ბეწვიან შავ ტუჩებს წასკდა, გული წამიერად გამიჩერა. რა დროსაც შიშისგან ჩავიფსი. თავს ვერაფერს უხერხებდი. თავს ვერ ვიკავებდი. როდესაც ქვემოთ დავიხედე და დავინახე, როგორ დაიწყო დნობადი ხორცის ნაჭრებმა კლაკნვა და ხვანხვალი, მთელი ძალით ვცადე, ყელში მოწოლილი კივილი ჩამეხშო. მაგრამ მაინც სასოწარკვეთილ წვრილ წივილად ამოხედგა. ირემმა მკვეთრი მოძრაობით თავი ჩემკენ მოატრიალა. კიდევ ერთხელ დაიხრიალა და ჩემკენ დაიზრა საკუთარი მძიმე და გაყინული ფეხების ნელი შემაძრწუნებელი ტრევით. იმის თქმა, რომ მას მტაცებლის გამომეტყველება ჰქონდა, არასწორი იქნებოდა. ნებისმიერს, ვისაც მტაცებელი ნადირობისას უნახავს, იცის, რომ ბუნება გულგრილია, როცა კლავს. დათვი თავის მსხვერპლს იმავე მარტივი გამომეტყველებით გლეჯს, როგორც ადამიანი, როდესაც მაკდონალდსში შეკვეთას ხსნის. მტაცებლებს არ სძულთ საკუთარი ნადავლი, მაგრამ ეს არსება. ვრძნობდი მის სიძულვილს, მის ბოროტებას. ეს საერთოდ არ ჰგავდა იმას, რაც მამა ჩემის ან ტუნელში მყოფი კაცის თვალებში დამენახავს. მაგრამ ის ხომ თვეების განმავლობაში იმ ყუთში იდოა რა? ეს იყო დაავადების სახე, როცა დროს სამი თვით გადაახვევ. ბრაზი, სიძულვილი. ღმერთო ჩემო, ვერც კი ვიტყოდი, შემჭამდა თუ არა. ზომბის დანახვაზე სწორედ ამაზე ვფიქრობ არა? ის შეეცდება დიდი ლუკმა მოგაკბიჩოს. მაგრამ ეს თმის, ხორცის და დაგარხილი ტუჩების გაყინული გროვა საკუთარ თავს იატაკზე გაშმაგებული იერით მოათრევდა. ისეთი სახით თითქოს მზად იყო საკუთარი ხელებით მოეკლა ცოცხალი არსება, თუ კი ამის საჭიროება დადგებოდა. მისი კიდევ ერთი წამით ატანის თავი აღარ მქონდა. ფეხზე წამოვდექი და გავიქეცი. ცივ ღამის ჰაერში გასვლისას თვალები დავხუჭე. სამინაპიჩი გადავდგი, როცა მამას შევასკდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სრული სისწრაფით ხეს შევასკდი. უკან გადავფრინდი და მიწაზე დავეცი. ვიაზრებდი, როგორ ამტკივდა დაცემისგან კუდუსუნი, როცა მამა თავზე დამადგა. იმ წამიერ მომენტში, როცა შევასკდი, ვიგრძენი, რომ ცივი იყო. გონება ბლოკავდა იმ საშინელ ხმას, რომელსაც ის რაღაც გამოსცემდა ჩემს უკან საკოჭნაოში ხოხვისას. და უცბად მთელი სამყარო იმ კაცის სახემდე დავიწროვდა, რომელმაც გამზარდა და რომელიც ფერმკრთალი მკვდარი თვალებით დამყურებდა. მამა? მან ნერწყვი გადაკლაპა. შემდეგ წამიერად ხელები შეითვალიერა. გონი, მოუკვდი, თქვა მან ჩურჩულით. თითქმის ისე, თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა. როდის მოუკვდი? ფეხზე წამოვდექი და მამას ხელს ჩავეჭიდე. ის ცივი იყო, მაგრამ პულსი დაჩქარებული ჰქონდა. მისი მკლავების წინა მხარეს არსებული ვენები კი სასისხრად ფეთქავდნენ. მამა, კარგად ხარ? მითხრეს, რომ ავად ვარ. თქვა მან და თვალები ჩემს უკან არსებულ ცარიელ სივრცეს მიაბღრო. გონი, მართლები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. შემომხედა. მისი მზერის სიმძაფრე იმდენად ძლიერი იყო, რომ ხელი გავუშვი და უკან გადავდგი ნაბიჯი. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში პირველად შემეშინდა მისი. აქ მარტო არ ვარ. ხმაში დახმარების თხოვნის ტონი ჟღერდა. ნელა, მისი სახის გამომეტყველება ტანჯვისა და სასოწარკვეთილების გროტესკულ ნიღბად გადაიქცა. ო ღმერთო,
აქ მხოლოდ მე არ ვარ. უკან დახევა ვცადე, მაგრამ ის დიდი კაცი იყო და თავის მკლავები ფოლადის სარტყლებივით შემომხვია. მამა! ტიროდი და ვცდილობდი მისი გადაჭტული ხელებიდან თავის დაღწევას, სანამ ის სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ყვითინებდა. მამა, ღმერთო ჩემო, უნდა გამიშვა. იქ საწყობის კარი სწრაფად გაიღო. მოვასწარი შემოbrunება, რომ დამენახა, რა გამოვიდა. და ვიგრძენი, როგორ დამიარა სასუცარკვეთილმა შიშმა მთელ სხეულში. ირემმა როგორც იქნა საყინულეს თავი დააღწია და ახლა უკვე საკუჭნაოს კარებში ორ ფეხზე იდგა. ამ პოზაში მისი სხეული უცნაურად გამოიყურებოდა. თითქოს თოჯინას კიდურები გადაუგრიხეს. ახლა რომ მოვფიქრდები, არც თუ ისე შორს იყო ესახსნა რეალობისგან. მამაც რეაქცია არ ქონია, მაგრამ მე ყვირილი დავიწყე, როცა ეს კოშმარი ჩემ გარშემო ფორმირდებოდა. მამა მაგრად მეჭიდებოდა, როცა ის საშინელი არსება ორ ფეხზე ჩემკენ მოიწევდა. მისი მოძრაობა მახინჯი პლასტილინის ფიგურის მოძრაობას ან ცუდად შესრულებული თოჯინების შოუს გავდა, მაგრამ იმაზე სწრაფი იყო, ვიდრე ვშიშობდი. ყოველ ნაბიჯთან ერთად, რომლითაც მიახლოვდებოდა, ხვდებოდი, რომ იმ მცირე კონტროლსაც ვკარგავდი, რაც აქამდე მქონდა. ჩემი ყვირილი წივილ-კივილად იქცა. მუშტებს ვურტყავდი მამას, მაგრამ ის სანტიმეტრითაც არ შეძრულა. მისი მტკიცე მხრები ჩემს მუშტებს უბრალოდ ისხლეტდა და ის ჩიგზნებას მიტოვებდა, თითქოს ვცდილობდი კრივი სტომრისთვის მიმეყენებინა ზიანი და ტკივილი. გინება დავიწყე. დავიწყე ისეთი რაღაცების ყვირილი, რაც იმ დროს ცუდ სიტყვებად მიმაჩნდა. შემდეგ უარესი. შემდეგ იმდენად საშინელი, რომ არც კი ვარ დარწმუნებული შემიძლია თუ არა სხვები დავადანაშაულო ამ სიტყვების ჩემს გონებაში ჩადებისთვის, რაც თავში მომდებოდა. მამას უთხარი რომ ძულდა და მეზიზღებოდა, ოზის შვილი ვეძახე და ამაზე ბევრად უარესებიც. ამ აურზაურმა სხვების ყურადღება მეიპყრო. მეზობლებმა შუქები აანთეს. დედაჩემი უკანა კარიდან გამოვიდა. ალათი შემოიხვია და სიბნელეში ჩვენკენ მომზირალი თვალები მოჭუდა. ეს რა ჯანდაბა ხდება? დაიყვირა მან, სანამ წაბორძიკებული ჩვენკენ მოდიოდა. მაგრამ როცა ირემი დაინახა, მანაც ყვირილი დაიწყო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მეგონა რომ სხვა ადამიანების გამოჩენა რამეში დამეხმარებოდა. თითქოს და 2, 3, ან თუნდაც 6 მხრების სიმაღლის ღობეს იქით მდგარი მომზირალი ადამიანი ამ მონსტრის გაშმაკებულ გარდაუვალ თავდასხმას როგორღაც შეაჩერებდა. მსგავსი არაფერი მომხდარა. მიწევდა მათი დაბნეული ყვირილის დაღრიალისთვის მესმინა, სანამ ჟესტებით და ყვირილით ვიხვეწებოდი ვინმე დამხმარებოდა. როცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს უკან მყოფი არსების სულ უფრო და უფრო მოახლოების ხმა მესმოდა. ამასობაში ჩემი ხელები მამაჩემის სქელმკლავებს ებრძოდნენ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ბერკეტს ვიპოვიდი, ის უბრალოდ კუნთებს ჭიმავდა და უფრო მჭიდროდ მიჭერდა. ის მთელი ამ დროის განმავლობაში რაღაცას ბუტბუტებდა, მაგრამ ვერ ვარჩევდი რას. საბოლოოდ დედაჩემმა დაიყვირა და ჩემს უკან ძველი თოხი ისროლა. დარტყმის ხმა გავიგე. ხის სახელურის ტკაცანი. დედა უკან წაბორძიგდა და მომიწია შემოbrunება, რომ დამენახა ირემი, რომელიც ახლა სულ რაღაც 2 მეტრში იდგა და თოხის სახელურის ნაფოტები ისევ სახეში ჰქონდა გარჭობილი. მონსტრმა პირდაპირ მე შემომხედა. პირი დააღო და ღმერთს გებიცებით. რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ სწორედ ამ დროს ვიღაცამ დაიყვირა. ღვთის გულისთვის, ალისა, შორს დაიჭირე თავი მაგ რაღაცისგან. ალისა დედაჩემის სახელი იყო და ძირს დაეცა აფეთქებამდე სულ რამდენიმე წამით ადრე, რომელმაც ღამე დღესავით გაანათა. ყველა ხმა დაახშო და ირმის თავი ძირს დაცემული ბროლის ბურთივით დაამსხვრია. გული იმდენად სწრაფად მიცემდა, რომ ერთი წამით მომეჩვენა მოვკვდებოდი. შემდეგ მამას დავხედე და ბოლოს გავიგე, რაც ბუტყუტებდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ის ჩვენშია და მას ჩვენ მომდივართ. ის ჩვენშია და მას ჩვენ მომდივართ. ის ჩვენშია და მას ჩვენ მომდივართ. ამ ბოლო დროს მამასგან ბევრი აღარაფერი დარჩა. რამდენჯერმე მოვინახულე. ამას დიდი არაფერი სარგებელი არ მოუტანია. ჩემთვის ის იმ დღეს მოკვდა, როდესაც სამზარეულოში
პირველად სცადა იარაღით თავის მოკლა. ამ სპეციალურ საავადმყოფოში გვმკურნალობენ. დედა ძალიან გავრაზებული იყო, რომ ვიზიტები შეზღუდულია, მაგრამ ვფიქრობ, ასეც ჯობს. დედასაც და ჩემს დასაც ანალიზების სუფთა ჰქონდათ, ისევე როგორც უმეტესობას. მე არა. დედამ რამდენიმე კვირის წინ ეს ტელეფონი ჩუმად შემოაბარა ჩემთვის და მას შემდეგ დავიწყე ამ ყველაფრის წერა. სასაცილო ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა პერსონალმა დამინახა როგორ წერდი და უბრალოდ გაიცინა. მგონი მთავრობას დიდად არ აღელვებს ამ ამბის გაჟონვა. თავიდან ვერ მივხვდი რატომ, სანამ ამ ყველაფერს წერა არ დავიწყე. როცა იმ ნაწილს მივადექი, სადაც ის ნახევარკაცი გვირაბიდან გამოვიდა, მივხვდი, რომ არავინ დაიჯერებს. მაინც უნდა ვცადო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ადამიანების დაცვა მინდა. რაც არ უნდა იყოს ეს დაავადება, ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დაგრეხილი პრიონები და ვფიქრობ, მთავრობამ ეს იცის. მამამაც ნამდვილად იცოდა. ინფიცირებულთა უმეტესობამაც. ამიტომაც მოიკლეს თავები. თავის დაღწევა უნდოდათ. ხმა, რომელიც ამ ავადმყოფობას მოჰყვება, ისეთია, თითქოს შენი ტვინი წიგნში ჩაწერილი სიტყვებია, რომელიც ვიღაცამ ნახმარი ძრავის ზეთით სავსე კილაში ჩააწო. უბრალოდ დანებება გინდება, რომ სადავეები გადასცე. მას შენი სხეული უნდა. ამიტომ, რის გაკეთებასაც არ უნდა აპირებდე, არ შეეწინა აღმდეგო. ეს უარესი იქნება. დანებდი. ახლა რომ ვფიქრდები, მამასთვის თავის მოკლის უფლება უნდა მიგვეცა. რადგან ის რისი გავლაც მას მოუწია, დიდი ალბათობით ბევრად უარესი იქნებოდა იმასთან შედარებით, ვინც სიცოცხლის მოსწრაფება შეძლეს. ზოგჯერ ვფიქრობ, მის ოთახში ბალიში შეპარვას, მაგრამ გარშემო საკმაოდ მჭიდრო დაცვა ჰყავს. რაც შემეხება მე, ინფექცია ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. ის ყველაზე განსხვავებულად მოქმედებს და ჩემ შემთხვევაში როგორც ჩანს, არ ჩქარობს. ფიქრობენ, რომ ეს ჩემი ასაკის ბრალია. მაინც გრძნობ, რომ იქ შიგნით რაღაც არის. იზრდება. ვფიქრობ, სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ წერა ამ ყველაფერს. მას უნდა რომ ეს გავაკეთო. ეს სენი ტყეში ცხოვრობს. ძალიან შორს. მიწის იმ ნაწილებში, სადაც მზის სხივებს მილიონობით წელი არ მიუღწევიათ. ის იმდენად ძველია, რომ ახსოვს დრო, როცა ჯერ კიდევ აპალაჩის მთებიდან ფეხით ჩასვლა შეიძლებოდა ადგილამდე, რომელსაც ახლა გლაზგო ჰქვია. და მთელი ეს დრო ირმებისა და სხვა არსებების ტვინებში დაფართხალებდა. სენი მიყვება ამ ყველაფერს. მეუბნება, რომ ახალ სამყაროს ეცნობა. მეუბნება, თუ როგორი გემოაქვს ჩემს გონებას. მაგრამ ყველაზე მეტად მეუბნება, რომ მიახლოვდება. და აი ისიც გენიალური დიდი ხნის ნალოდინები ისტორია. მამაჩემმა ორფეხზე მდგომი ირმის ხორცი შეჭამა და ახლა რაღაც უცნაურად იქცევა. აი გენიალური ისტორია არის. ამ ისტორიის მოსმენისას ერთხელ მაინც თუ არ დაგბურცგლათ, არ ვიცი რავი, ფსიქოპათს ეჩვენეთ. მოკლედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება ბოლო ნაწილში რაღაცეები გაუგებარი ყოფილიყო, მინდა რომ აგიხსნათ, დაუშვათ პრიონები რა არის. პრიონები ეგრეთ წოდებული ცილოვანი ინფექციები არის, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას უძლებს, 70%-მდე ეთანოლს, ზის სხივებს და სხივებას, დუღილის ტემპერატურას, მოკლედ ძალიან უხერი რაღაცეები არის. ინფექცია, მოკლედ. სუსუბოლო ნაწილი კიდე ეს სენი, ეს დაავადება რო ეუნება ამ ბავშვს და რო უყვება, რომ როდინდელი არსება არის, თვითონ და როდინდელი დაავადებაა, რომ ის რო არსებობდა, ის რო გაჩნდა, რეალურად იყო პანგეა. პანგეა არის დედამიწის პირველი ფორმა, როცა მიწები შეერთებული იყო, იმიტომ რომ აპალაჩის მთები არის ჩრდილოეთ ამერიკაში
და გლაზგო არის შოტლანდიაში და პანგეა თქვენივე ცნობისთვის იყო 250 მილიონი წლის წინ. მოკლედ, თუ მოგეწონათ ვიდეო და ბევრჯერ დაგბურცგლათ და ლაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს, რომ მათაც დაბურცგლოთ, კომენტარებში დაწერეთ რომელ ნაწილებზე დაგბურცგლათ ყველაზე მეტად, რომელი ნაწილები მოგეწონათ ყველაზე მეტად, ან რომელი არ მოგეწონათ. არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ კომენტარს, ნებისმიერ ჯანსაღ კრიტიკას, თუნდაც ეს ვთქვათ, ჩემი დიქციისა და კითხვის მიმართ მივიღებ. მას რომ გელით კომენტარებში, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზანზალაკი, რომ შეტყობინება მოგივიდეთ, როცა შიშის არქივის ახალი ეპიზოდი დაიდება. მომავალ შეხვედრამდე. და ხო, დააკვირდით, როგორ ხორცს შეჭამთ. რამე არ დაგემართოთ. აბაჰეთ.